ისტორია ბევრ რამეს გვიყვება. ბევრ საინტერესო ამბავს პოულობთ. ქართველებს ეკლესია-მონასტრების გარდა იერუსალიმში სახლები აქვს დაშენებული. ასეთ რამეს რო ამოიკითხა, რომ მხოლოდ ერთმა კაცმა 60 სახლი ააშენა. მეორემაც საკმაოდ ბევრი. ასევე შენდებოდა, აქ იყო ესეთი ტრადიცია, შენდებოდა გარდა ჩვეულებრივი სახლებისა, მომლოცველთა სახლები. შემდეგ უკვე ლათინები მას ჰოსპისებს უწოდებენ ხოლმე. შენდებოდა სახლები, სადაც მომლოცველები ჩერდებოდნენ. მოკლედ, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ეს იყო სასტუმროები. ასეთი სასტუმროები ჰქონდათ ქართველებსაც. 1 კვადრატულ კილომეტრში მხოლოდ ერთ კაცს რო ეშერებინა 60 სახლი, ამის მეოთხედი იერუსალიმი თუნეტი არა, იმ ერთი კაცის იქნებოდა. ასე რომ ამ ქალაქში გარდა ეკლესია-მონასტრებისა, სახლები, სასტუმროები, დუქნები და სხვა ნაგებობები ჰქონდათ ქართველებს. ისინი გარკვეულ ტერიტორიებზე კომპაქტურადაც ცხოვრობდნენ. ჩემგან მარცხნივ პრაქტიკულად იბერთა უბანი იყო. თუმცა დღევანდელ თანამედროვე კვარტალშიც ქართველები კომპაქტურად ცხოვრობდნენ და ქართული უბანი იყო იქაც. მათ საკუთარი ჩამოსასვლელი გზა ჰქონდათ აღდგომის ტაძარში, რომელსაც იბერთა ქუჩა ერქვა. იბერთა ქუჩა ფიზიკურად დღესაც არსებობს. ეს ქუჩა ერთ-ერთი უგრძესი ქუჩაა ძველი ქალაქის, თუმცა მას დღეს არარატის ქუჩა ჰქვია. საინტერესო ისაა, რომ როდესაც დღეს ამ ქუჩას მიუყვები, ხვდები ამ ქუჩის მასშტაბს. თუ რამხელა ქუჩაა და რამხელა დასახლება იქნებოდა იქ. ახლა ჩვენ ბერძნული საპატრიარქოს ქუჩაზე ვართ. თავად ქუჩას ჰქვია ასე, რადგან აქ ბერძნული საპატრიარქოა. ალბათ ჩვენ ამ ქუჩას ჩვენ ფილმში კიდევ ბევრჯერ ვახსენებთ, რადგან ამ ქუჩაზე არაერთი ქართული მონასტერია. ამ პატარა მონაკვეთს რომ ჩაუყვეთ გზისა, საოცრებებს ნახავთ. წმინდა თეკლას მონასტერი, წმინდა ნიკოლოზის მონასტერი, გარშემო ბევრი ქართული მონასტერია, რომელიც ქართველებმა ააგეს. რომ ვაკვირდებით, თითქმის ცალკეული ეკლესიები ქართველებს არ ჰქონდათ, აი როგორც სხვებს. ბევრჯერ ავხსენეთ ფილმში და ხშირად მოგვიწევს ამის გამეორება, სხვაობა რა არის ეკლესიის და მონასტრის ფლობას შორის, ხომ? ისედაც მისახვედრია. მონასტერს თავისი ვრცელი ტერიტორია ჰქონდა, თავისი საკნებით, სატრაპეზოებით, საკუჭნაოებით, ანუ ეს იყო ერთი ფართო ტერიტორიის ფლობა, ხოლო ეკლესიის შემთხვევაში შესაძლებელი იყო, რომ მხოლოდ ის ერთი ეკლესია ყოფილიყო კონკრეტულ ადგილას. მაგრამ ჯერჯერობით იმ კვალს, რომ მხოლოდ ეკლესია ყოფილიყო, ვერ მივაგერეთ, ძირითადად მონასტრები იყო. შესაბამისად, ახლა ჩვენ უნდა გავუყვეთ ქართული მონასტრების გზას და ერთ ძალიან საინტერესო მონასტერს უნდა ვეწვიოთ. წავიდეთ.